საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა კაცხის საჯარო სკოლაში გაიმართა. გეოეკო ალიანსის თავმჯდომარემ და ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა მოსწავლეებს გარემოს დაცვითი პროექტის შესახებ უამბეს. ქარსაცავის ზოლების გაშენება ამ პროექტის ფარგლებში ჭიათურაში სამდღიანი ეკობანაკები მოეწყობა, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებით. ვატარებთ ეკობანაკებს, ბავშვები ძალიან აქტიური მონაწილეები ჩვენი ეკობანაკის. 17, 18 და 19 ოქტომბერს გვექნება დარგვის აქციები, 1000 ძირი ხე, 1000 ძირი ფიჭვი იქნება დარგული ჯოყოეთის ტერიტორიაზე, კაცხის მუნიციპალიტეტში. ჩართული არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩამოვლენ საელჩოები და ძალიან აქტიურ მონაწილეობას მიიღებს გაეროს გლობალური გარემოს დაცვითი ფონდი, რომლის მხარდაჭერით ხორციელდება ეს ღონისძიება. შეხვედრა აქტიური დიალოგის რეჟიმში წარიმართა, რომლის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცა. პატრონს ვილი თითოეულმა ადამიანმა ერთი ადამიანი ყველაფერს ვერ გაგწევს, თითოეულმა ადამიანმა შეიტანა სამართლიანი და მე ძალიან დიდი მომხრევა იმისა, რომ ჩვენმა სკოლამ ზოგადად ჭიათურამ ძალიან დიდი შუა შეიტანა იმაში, რაც ზოგადად სოფლიოს და ზოგადად საქართველოს პრობლემა იქნება. გეთანხმებით, თუმცა მინდა ოთხლაიშეს შენიშნაზე დაგეთანხმო და ჩვენი პროექტი არა მარტო კაცხის მუნიციპალიტეტში თვალისწინებს დარგვის აქციებს, არის ითხვისი, პერევისის ტერიტორია, ასევე თანიკო და გვაქვს ხრეითის ტერიტორია, სადაც გავყავთ ამ ხერხს. ჩვენ სკოლაში მოგეხსენებათ არის ეკოკლუბი შექმნილი და ეხლა ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ვითანამშრომლოთ ამ პიროვნებებთან, გვთავაზობენ ძალიან კარგ პროექტებს, ბავშვებს მე შევატყვე რომ ძალიან კმაყოფილები და გახარებულები არიან, ასევე კმაყოფილები ვართ ჩვენ. მე ვთვლი რომ დღევანდელი ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი შედგა და გაგრძელება ექნება ალბათ ძალიან საინტერესო. ჩვენ ამ ყველაფერს დავიწყებთ დაახლოებით ამ მონაკვეთიდან. მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ პროექტის ავტორებმა ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც ქარსაცავის ზოლების გაშენება უნდა მოხდეს. გარდა ამისა, ამ ადგილებში განთავსდება საინფორმაციო ბანერები ტურისტებისთვის. დამონაკვეთზე ჯამში დაირგება 1000-მდე ფიჭვის ხე, რომელიც ძირითადად ამ ტერიტორიაზეა და ფაქტიურად ჩვენ გვაქვს უნიკალური ადგილი, სადაც ფიჭვის ხეს ვიღებთ დაუშვათ ადგილზე და იქვე რამოდენიმე მეტრში მიმდებარე ტერიტორიაზე განვათავსებთ. საინფორმაციო ბანერი გავაკეთოთ, ეს საწყის ეტაპზე ესეთი ფორმით იქნება, სადაც იქნება მოთავსებული ქართულ და ინგლისურ ენაზე ის ღირსშესანიშნავი ადგილები, რაც არის ჭიათურის მუნიციპალიტეტში და რაც შეიძლება შემოსულმა ტურისტმა, ვიზიტორმა, სტუმარმა ნახოს და გაეცნოს თუ რა ხდება ჭიათურის მუნიციპალიტეტში. ეკობანაკების საქმიანობაში ჩართულ ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს საინტერესო სიურპრიზები ელით. ერთ-ერთი ასეთი პრიზის მიხედვით საუკეთესო მოსწავლეს საშუალება მიეცემა ერთი დღით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სავარძელი მოირგოს. მოსწავლეები, ვინც აქტიურად ჩაერთვებია, გვინდა წავახალისოთ, ჩავთოთ სხვადასხვა ღონისძიებებში, სხვადასხვა ესე საჩუქრებით დავაჯილდოვოთ და ყველა საუკეთესო მოსწავლე, რომელიც უფრო მეტად აქტიურებს და ჩაერთვება ამ ყველაფერში და ასევე ეკოლოგიური ცნობიერების ფარგლებში იქნება ჩართული. ჩვენ მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად გქონდა ამას საუბარი, ეს ძალიან საინტერესო იდეა არის. გვინდა რომ ერთი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად იყოს ქალაქის გამგებელი. ეს გარკვეული სტიმული იქნება ბავშვებისთვის, მოსწავლეებისთვის, ახალგაზრდებისთვის თუ როგორ მუშაობს ქალაქის გამგებელი ხელმძღვანელობა ჩაერთოს და დაინახოს თავისი თვალით. სამომავლოდაც გეგმავთ მსგავს აქტივობებს სხვა სოფლებშიც, როგორც არის პერევისა, ითხვისი, რგანი, ხრეითი და შემოგვიერთით ბავშვებო ჩვენთან ერთად გავამწვანოთ ერთად, დავრგოთ ჩვენი მომავალი, შევიტანოთ ჩვენი წვლილი გარემოს დაცვაში და მიიღეთ ასევე მონაწილეობა აქტიურად ეკობანაკებში, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს. პროექტის განხორციელების ვადები კაცხის მონასტრის 1000 წლის იუბილეს ემთხვევა და სიმბოლურად ჯოყოეთის ტერიტორიაზე ქარსაცავის ზოლის გასაშენებლად 1000 ხე დაირგვება. ეს 17, 18 და 19 ოქტომბერს მოხდება და ყველას შეეძლება საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო კლიმატის ცვლილებების შეჩერებაში. პროექტს ახორციელებს გეოეკო ალიანსი, გაეროს გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია.